სახელითა მამისათა, დაცისათა და სულისაწმინდისათა. ბიბლია ყოველ დღე მოგესალმებით, მეგობრებო. წინასწარმეტყველი დანიელი და სამი ყრმანი ანანია, აზარია და მისაელი. მათი ხსენების დღე არის 30 დეკემბერს, მაგრამ დღეს გადავწყვიტე რომ ჩამეწერა, რადგან კიდე ბევრი ვიდეო უნდა ავტვირთო და ამიტომ რომ იცოდეთ რომ 30 დეკემბერს არის მის ხსენების დღე. წინასწარმეტყველი დანიელის. მეგობრებო, ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო. სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელ და ხალხი ტყვედ წაასხა. ამის შემდეგ მან დატყვევებულთაგან ხილვით შვენიერი და გულისხმიერი ჭაბუკები გამოარჩია. განსაკუთრებული მზრუნველები მიუჩინა და მათი ქალდეურ წიგნობრობაში განსწავლა და მეფის კარზე ფუფუნებაში აღზრდა ბრძანა. ტყვეებს შორის იყვნენ წარჩინებული ყმაწვილები დანიელი, ანანია, აზარია და მისაელი, რომელთაც საჭურის მთავარმა ბალთაზარი, სედრაქი, მისაკი და აბედნაქო დაარქვა. ესე იგი, ჭეშმარიტ ღმერთს რომ არ განშორებოდნენ, ყრმებმა მკაცრად შემოიზღუდეს თავი საცდურთაგან. მხოლოდ მწვანელეულობასა და წყალს ღებულობდნენ. ფარულად ლოცულობდნენ და მოსეს რჯულს ერთგულებდნენ. ამისთვის ჭაბუკებს ზეგარდამო სიბრძნე მიემადლათ. ერთხელ ნაბუქოდონოსორმა შემაძრწუნებელი სიზმარი იხილა, მაგრამ გაგვიძებისთანავე გადაავიწყდა და ესე იგი ნახეთ ბაბილონელი ბრძები ესე იგი უძლურნი აღმოჩნდნენ, ხო? და შეეტყოთ რა დაესიზმრა მეფეს. წმინდა წინასწარმეტყველმა დანიელმა ყველას წინაშე ადიდა ჭეშმარიტი ღვთის ყოვლადძლიერება, რომელმაც არა მარტო სიზმრის შინაარსი, არამედ მისი სიმბოლური მნიშვნელობაც გაუცხადა. მეფემ დანიელი უხვად დააჯილდოვა და ბაბილონის მმართველად დანიშნა. მალე მეფე ნაბუქოდონოსორმა ოქროს კერპი ჩამოასხმევინა, ესე იგი დეირის ველზე დაადგმევინა და ქვეშევრდომებს მისთვის მსხვერპლის შეწირვა უბრძანა. ამ განკარგულების შეუსრულებლობისათვის სამი ყრმა ანანია, აზარია და მისაელი გახურებულ ღუმელში შეყარეს. ღუმელზე 49 წრთით აღმატებულ ცეცხლში წმინდა ჭაბუკები მშვიდად დადიოდნენ და გალობით ადიდებდნენ ღმერთს. ზეციდან გარდამომხდარმა უფლის ანგელოზმა სახმილი განაგრილა, ყრმები კი უვნებელნი დარჩნენ. ამის დანახვაზე მეფემ მათ უბრძანა გამოსულიყვნენ ღუმელიდან და თვითონაც აღიარა ჭეშმარიტი ღმერთი. მეფე ბალთაზარის ზეობისას წმინდა დანიელმა გამარტა უცნაური წარწერა, ხო? სპარსეთის მეფის დარიოსის მეფობისას, ესე იგი მოშურნეებისაგან დასმენელი დანიელი ლომების ბუნაგში გამოამწყდიეს, მაგრამ მხეცები არც გაკარებიან უფლის რჩეულს. დარიოსი გაახარა წმინდანის გადარჩენამ და ბრძანა მთელ სამეფოში ძრწოლითა და შიშით ეცა თაყვანი დანიელის ღმერთისთვის. რამე თუ იგი არს ღმერთი, ცხოველი და გებული საუკუნეთი მეფობა მისი და არა განირყუნეს და უფლება მისი ვიდრე დასასრულამდე. მეგობრებო, ნეტარ დანიელს უფალმა ისრაელი ერისა
ისრაელიერისა და მთელი სამყაროს მომავალი განუცხადა. მას ზედმიწევნით სიზუსტით იწინასწარმეტყველა ქრისტეს განკაცების ჟამიც 70 გზის 7, ესე იგი 490 წელი იმ დროიდან, როცა იუდეველები იერუსალიმის გალავნის აღდგენის ნებას მიიღებდნენ. წმინდა დანიელმა თავის ერს უშუამდგომლა დარიოსის მემკვიდრესთან, მეფე კიროსთან, რომელიც დიდად აფასებდა ნეტარს და ტყვექმნილი იუდეველები გაათავისუფლა. თავად წინასწარმეტყველი კი ტყვეობაში გარდაიცვალა. წმინდა ელენე დედოფალმა მისი ნაწილები კონსტანტინოპოლში გადაასვენა. ერთი ცნობით ანანიამ, აზარიამ და მისაელმა დანიელის მსგავსად დაასრულეს სიცოცხლე კირილი ალექსანდრიელის ეს არის ხსენება 9 ივნის, ესე იგი მისი მოწმობით მეგობრებო კი სპარსეთის მეფის კამბიზის ბრძანებით თავები მოუკვეთეს. სინაზმთის ქართულმა ხელნაწერებმა შემოგვინახეს ცნობა იმის შესახებ, რომ ვარამის სპარსთა მეფის ზეობისას მომხდარა ანანიას, აზარიას და მისაელის უხრწნელი ნაწილების გამოჩინება. ბაბილონში მცხოვრები ერთი ებრაელი, რომელმაც გამოცემით იცოდა თუ სად იყო დაფლული ეს სიწმინდეები, მათი ძალით უამრავ მკურნებას აღასრულებდა და ღვთის განგებით ქრისტიანებმა იუდეველისაგან წამოიღეს ეს უხრწნელი ნაწილები და მართლმორწმუნეთა თაყვანსაცემად პატივით გადააბრძანეს სამართვილეში. ღმერთმა დაგლოცო და გაგახაროთ, შეგვეწიოს მათი მადლი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესის და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.